ვემზადებით ორსულობისთვის. ქალი ძალიან განვითარებული გახდა, არის მეტად დაკავებული, ეს რეპროდუქციული ასაკი ცოტა გადაიწია. რას უნდა დაემშვიდობოს ქალი? რაზე უნდა თქვას ვარი? პირველ რიგში აინტერესებს წყვილებს შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობა. თუ ქალი არის მწეველი, რამდენი ხნით ადრე უნდა დაანებოს? თავი არსებობს რა პროტოკოლი, გაიდლაინია. უმჯობესი იქნება, რა თქმა უნდა, 3 თვით ადრე მაინც დაანებოს მოწევასთან. დასაშვები თუ არის, მაგალითად, ბუნებრივი ჯანსაღი ღვინის მირთმევა დღეში ერთი თუ ადამიანს ეს სიამოვნებს. ჭიქის ზომასაც გაეჩნია. როგორ უნდა იკვებოს ორსული ქალი? დასაშვები პროდუქტებიც არის და არის კიდევ ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიძლება რომ მიიღოს ორსულმა. კოსმეტოლოგიური საშუალებების გამოყენება. აი უშუალოდ რო გითხრათ 100%-იანად სტრიებს გაგვიქრობს, რა არ თქმა უნდა. წარმოიქმნება, არ არსებობს ესეთი. ორსულობის დროს თმის შეღებვა, ჩხილების ლაქის გამოყენება და კოსმეტოლოგიური, კოსმეტიკური პროცედურები აკრძალულია. თმად შეიღებოს, ფრჩხილებიც მოიწესრიგოს და რაც შეიძლება ლამაზი იყოს ორსულობის დროს. აი, ნახა ექიმთან. აი ესეთი სიმპტომები მაინტერესებს რა.